ყველა ადამიანი ფიქრობს ალბათ თავის ბავშვობაზე და რაღაც ეტაპზე მაინც ყველა ფიქრობს. ჩემი მიმართება, ჩემ საქმეს როგორც მე მუშაობ, უფრო წარსულთან არის ხოლმე, უმეტეს შემთხვევაში დაკავშირებული და მეხსიერებებთან. ეხლა ამ შემთხვევაში ისე გამოვიდა, რომ მე არ ვეგმავდი, არ ფიქრობდი ძალიან, რომ ძალიან ბევრს ვიმუშავებდი. ფიქრობდი, რომ ძალიან ალბათ ერთი 10 ნამუშევარს გავაკეთებ მაქსიმუმ. მე ჩემმა შვილმა ლუკამ გადაუგზავნა ეთყობა ნინომის ფოტო ან რაღაცა და ერთი ორი ნამუშევარი დადო Facebook-ში, თუ Instagram-ზე. რაც თავიდან დავიწყე, რასაც ხატავდი. ხო და მე ერთ-ერთმა ჩემმა ძველმა კლასელმა, რომელიც 50 წელი არ მინახავს, მომწერა, რომ ეს ხო ჩვენი კლასია, ისე ნახაჩი იცნო ის ფოტო რა. ერთი წელი თუ მეტი ვიმუშავე კლიანობაში. სხვა არაფერი არ გამიგეთებია ამ ერთი წელში. შედეგს ნახავთ ეხლა მალე. რა გამოვა. თუ აი მომზადების პროცესი და სულ თავში ესამა რა, აი ესეა რომ აი როგორ სად რამე არ შეგეშალოს. ეს მექნება მე მოსახსნელი ძალიან რთულია ეს, რომელიც თქვენთან მოდის. ხვალ წესით მოვდივართ, ხო? ათინათში მოგვაქვს ნამუშევრები. წავიდეთ? მზად ხარ? წავედით. ეს უნდა გავზომოთ და ეგრე დავსვათ რა. აი ეგრე. მიდი, მოჭიმე. კარგად არის, მალადეც, მაგარი ხარ. ეხლა შემოვატრია. ეგეთი როჟა რო იყო. ეხლა არ ვარ გაი, შემოვატრია. არ ვიცი შავი ცელოფანი როგორ უნდა გავაკეთო დაბლა ავაწყო ცელოფანზე და მერე ავიტანოთ კედელზე თუ ჯერ ცელოფანი და კედელზე მერე არ ვიცი აი თქვენთან ერთად უნდა გადავწყვეტო მე ხარ რასაც ხედავდი და ველოდებოდი იმას ხედავ რა ამ სივრცეში ის ნახატი დიდი სფერო არ თუ დაიკიდა კაია იმიტომ ეს არის დამამთავრებელი ნახატი იყო ის არის როგორც თაზე რო თოვლები დადნება და გაზაფხული რომ მოდის და გარჩენები როა რა. ხო, ეხლა არის ყველაზე რთული ეტაპი. ეხლა არის ყველაზე რთული, ყველაზე რთული აი ტექნიკური მხრივ. ყველაფერი არ იყო ასე ადვილი ყველაფერი. აი მორგება, აი ეს ინსტალირება ამ ნამუშევრების იქ სკოლაში საკმაოდ ცოტა დრო გვაქვს რა, ეს 5 დღე არ ვიცი, მაგრამ უნდა ვიკმარო რამენაირად. მოდი, აი აქამდე მოდი. აბა აი აქ მიაყუდა. ეს დაბლა უნდა ჩავიტანოთ. ეს აქ იყოს, მოცა, ეს აქ დადე. კორიდორში რომელიმე კედელს მიაყუდეთ. ეხლა შენ მიდიხარ რომ კიბეები და რაღაცები წამოიღო, ხო, იქიდან ათინათიდან. უფრო ცოტა უფრო მეტი უნდა რა, რამოდენიმე რა. ნუ ცოტა უფრო მეტად რო იყოს განათებული ოდნავ. ეს იქნება გადაღობილი აქედან აი აქამდე რა, ცელოფნის ესე რა. როგორც გასამჟღავნებელი ოთახი რა. მიდი ხო რა, შენ ადი იქ, თორნიკა, ადი მე მიჭირავს ადი. ხო, მაგრამ ნუ ეგეთია პროცესი რა, ეხლა რას ისე სხვანაირად არ გამოდის. მაგრამ მთავარია რომ მაგრად ჩასვით რა. მაგრამ რთულია ხო ხედავ ამ ხელა ნახატი რა. მე ვარ ამ სკოლაში, ხო, აი მარცხენა ზედა კუთხეში, მარცხენა, ზედა, ეგ მე ვარ. ეგრე გამოდის, უკნიდან არის დახატული, კაიგე? უკანა მხრიდან არის, ძალიან სპეციფიკური ნაჭერია. ძალიან სქელი ნაჭერია, მაგრამ ჟონავს, ისე ჟონავს, რომ უკნიდან დავხატე და აქეთ ეს პირი გამოვიდა და კიდე ის პირი. და იმის უკანას არის გასული რა. ეს ადრე რო იყო შავი ცელოფნები იგივეა? 1-2 წლის წინ. აი რკინის რიგები აქ სადღაც, რავი, აქ უკვე აღარ მახსოვს, ადრე სულ აქ დავდიოდი და. მიშა, მოვედი, გაუმარჯო. მოიტანე? ახლა დავეკლა და მოიტანე. ესენი
პლიონკიანები არა გაქვს? 21 გაიჩიტა ნახე. ეს არის? ახე რა მანქანი მოიტანს. ვაა. ვოლგა მამაჩემს ყავდა. პატარა რო ვიყავ. ინსტალაციის რაღაცეებია. ამასთან ვიყიდე ის კამერა, რა კამერა კი არა გასამჟღავნებელი. რომელი ჯომა რო გინდა? იმ ჯომით თქვენ სურათს გადაიღე. გავიგე. აბა ბედნი მიშა სპასიბო. კარგად იყავ. თუ რამეა მოგზავნით ტექსტები. ალო. ვახერხებ ის თუ გამოვიდა იმ ერთი ობიექტი ქანდაკების გაკეთებას. არ ვიცი, ეხლა უნდა გამოწვან დღე-დღეზე და უნდა წავიდე ვნახო. მოდი, შემოდით. არ იკმინება ეგ, ვერ გიკვა. ო, რა მაგარია. ეს იქნება თეთრი. და ჭიქურები ექნება. აი ყურე, ეს არის სამელი, ხედავ, ძველებული. ესე ჯობია. ესე ჯობია. ვაფშე მაგრა გამიმართლი რა. ყველაფერი მაგარია. აი, აბა დროებით. თითქმის ყველაფერს რა, თითქმის, აი 100%-დან შეიძლება 90%, რაც ადამიანის ცხოვრებაში ხდება, ყველაფერი ხდება იქ პირველად რა, სკოლაში, როცა მიდიხარ. როცა შენ გადიხარ სახლიდან და მიდიხარ რაღაც გარემოში და რაღაც სხვა სივრცეში, სხვა ადამიანებთან და საერთოდ სხვა მოცემულობაში ხდები. და იქ იწყებ ცხოვრებას და ბრძოლას რა, თავისებურად ბრძოლას რაღაცნაირად, რომ რაღაც გადარჩე, რაღაც გააკეთო, რაღაც მოიპოვო, მეგობარი გაიჩინო, რაღაც ხო? ეს ყველანაირი გრძნობები ყალიბდება მან. ამ პირველ მეორე კლასში, მესამე კლასში, მეოთხე კლასში, არ ვიცი. ეს რაღაცა უნიკალური მოვლენაა.